სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი დიდი დღეა წმინდა გიორგის განადიდებს ეკლესია ჩვენი ეს დღესასწაული ქართველთა კუთვნილებაა ისე არც ერთი ერი არ განადიდებს წმინდა გიორგის როგორც ჩვენი ერი განადიდებს დღე არ არის წელიწადისა რომ არათუ ერთი, ორი და სამი დღესასწაული არ იყოს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. და დღეს ეკლესია ჩვენი განადიდებს მის ბორბალზე წამებას. როცა მან უდიდესი განსაცდელი დაითმინა ქრისტეს სიყვარულისთვის. და როგორ შეძლო ეს? ზოგან წერია რომ 6 თვე აწამებდნენო, ზოგან უფრო ბევრი საშინელი წამებით. უფალთან იყო და უფალი იყო მასთან. იცოდა უფალი. იცოდა როგორ გადარჩენილიყო. აი დღეს არ შემიძლია სახარება საუარო გვერდი. მივიდა ჭაბუკი უფალთან, განკაცებულ ღმერთთან და ეკითხება რომ როგორ ცხონდეო და უფალმა უთხრა ჯულში როგორ წერიაო. აი ეს არის მთავარი უფალი გეუბნება რომ თუ ცხონება და გადარჩენა გინდა ისე როგორც ცხონდა და გადარჩა წმინდა გიორგი ჯული უნდა იცოდე ღვთისმსიტყვა უნდა იცოდე წმინდა წერილი უნდა იცოდე აი ეს იცოდა წმინდა გიორგი ვინც ღვთისმსიტყვა იცის ის სწორედ ცხოვრობს სწორედ მოქმედებს მის ცხოვრებაში უფალია ვინც ღვთისმსიტყვა იცის როგორც ისრაელს იფარავდა უდაბნოში უფალდა ღრუბელი ედგა თავზე და ნათლის სვეტი უძღოდა ასე მიუძღვის ადამიანს ღვთის მადლი და ღვთის სიტყვა ცხოვრების გზაზე და სწორად ცხოვრობს ასეთი ადამიანი წმინდა გიორგი მიცოდა ღვთის სიტყვა და ამით ცხოვრობდა არ იყო ის რომ ნახევარს ეთანხმებოდა უფლის სიტყვისას ნახევარს არა ნახევარს ასრულებდა და ნახევარს ფეხს ადგავდა, ასე არ შეიძლება. მას არ უთქვავს, როცა დრო დადგა არჩევანისა, რომ ქრისტე თუ ეს წუთი სოფელი. არ უთქვავს, ახალგაზრდა ვარ, ხნეჭაბუკი ვარ, მდგომარეობა მიმყრია ჯარში მეფის ჯარისკაცი იყო და მხედართმთავარი იყო. ზოგან წერია, რომ მემკვიდრეთაც კი მოიაზრებდნენ იმპერიისა და იმპერატორი. რავალი სიკეთე ჰქონდა, რითი ვჯობივართ მას, ვერაფრით, ჩაომავლობაც დიდებული ჰქონდათ, ჯანმრთელობაც, სულიერ ფიზიკური აღნაგობა ძლიერი და გამართული, ყველა მხრივ პატივდებული, ახოვანი, მაგრამ ქრისტე აირჩია, ქრისტეს სიყვარული ჰქონდა და ტრფიალება, ყველაფერი არარად შერაცხა, თავის სიცოცხლეც კი. ქრისტე აირჩია, აბა შეხედეთ წმინდა გიორგის. მას უნდა ვბაზარდეთ. ეს დღესასწაულები იმიტომ დააწესა ეკლესიამ, რომ სახეს გვაჩვენებს. ამ დიდებულმა და წმინდამ თუ უფალი აირჩია, ჩვენად არ უნდა ავირჩიოს. მათ თუ იცოდა ღვთის სიტყვა და ასე ცხოვრობდა, რატო ჩვენ არ უნდა ვიცოდე და ასე არ ვიცხოვროთ. ბორბალი იყო მის ცხოვრებაში, სხვა სატანჯველებთან ერთად, ისეთი რომ უნდოდა რომ მისი ძვლები დაემსხვრია, დანები იყო დაკიდებული ამ ბორბალზე. ეხლა ეს ბორბალი, როგორც ამბობენ, ქაიროშია მე მინახავს, დანები დამაგრებული და მისი ძვლები უნდა დაემსხვრია, მისი ხორცი დაეპლითა, მისი რწმენა უნდა დაესუსტებინა და გაეკრო, ვერ მოახერხა ეს. ამ ბორბალმა და ამ ბორბლის შემქმნელებმა და მისმა მწამებლებმა და რატო ვერ მოახერხეს ის ამბობდა რომ მე მწამს უფალი იესო ქრისტე და ის ჩემთან არის დღევანდელი დღე რას გვასწავლის ჩვენ ცხოვრებაშიც არის ეს ბორბალი ხან განსაცდელები არის ხან ადამიანთა ბოროტი ენა ხან ამ წუთის სოფლისეული შეჭირვებებია ხან ეშმაკისეული ხან რა განსაცდელი აქვს და ხან რა და ცდილობს, ხან რუშობა ეძალება ადამიანს, ხან ვერცხლის მოყარება, ხან პატივმოყარება, ხან 1000 რამ სიმძიმეა ცხოვრებაში. აი ეს ბორბალივით ჭრის რომ წმენა გატეხოს შენი. მაგრამ თუ ჩვენს წმინდა გიორგივით გვეყარება უფალი,
ყოველთა გულითა, ყოველთა გონებითა, ყოველთა ძალითა, ყოველთა სულითა. მაშინ ვერ გაგვტეხავს ეს. ვერც მინდა გიორგი ვერ გატეხად, რატომ კიდევ ვიმეორებ ქრისტეს წამდა, ქრისტე იყო მასთან. აი ესე იქნება თითოეულ ჩვენთაგანთან ქრისტე. ვორბლისაგან არ დაიცვა უფალმა. როგორც თვითონ ჯვარზე ავიდა, წმინდა გიორგი წავიდა ამ საშინელ ბორბალზე, მაგრამ რისგან დაეცვა, წმენა არ შეირყა. ყველა გაწყდა მის წინაშე, იმპერატორი, მთელი იმპერია, მთელი წარმართობა. ვერაფერი ვერ მოუხერხეს. რატომ კიდევ ვიმეორებ და კიდევაც გავიმეორებ, ქრისტესთან იყო. ეს იყო მისი ძალა. ქრისტე უყვარდა და ადამიანი უყვარდა, როგორც დღეს ახარებაშია. რა გადაგარჩენს, რა არის პირველი მცნება, რა წერია ჯოში, შეიყვარო ღმერთი და შეიყვარო ადამიანი. დიოკლეტიანესთვისაც კი ლოცულობდა. მისი წამებელი იყო და მრავალი ტანჯვა შეამთხვია, მაგრამ მისთვის ლოცულობდა. აი წმინდა გიორგია ჩვენთვის სახე, როგორი უნდა იყოს ადამიანი, სიყვარულით, რწმენით, სასოებით აღწევი, ახოვანი უნდა იყოს, ვაჟკაცი უნდა იყოს, თავდადებული უნდა იყოს მოყვასისათვის, სამშობლოსათვის. ასეთად დაინახა ჩვენმა ერმა წმინდა გიორგი და ბორცვი არ დარჩაო, რომ ტაძარი არ აეგო წმინდა გიორგის, ჩვენმა ერმა აუგო მას ტაძარი. მასში ის დაინახა, რაც ჩვენი ერისთვის სასურველი იყო. აი ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. ამიტომ უნდა შევიყვარო წმინდა გიორგი, რომ უსაზღრო და უნაპირო სიყვარული ჰქონდა ქრისტესი და ყველაფერზე უარი თქვა, თვით საკუთარ სიცოცხლეზეც კი უარი თქვა. დღევანდელი ბორბალზე წავიდა, ამას გვასწავლის, რომ რაც არ უნდა განსაცდელი შეგემთხვას, ისეთი ხო ვერ შეგემთქვა, როგორც მას შეემთქვა. არასოდეს წმენაში არ მოიკოჭლო, არასოდეს ღვთის სიყვარულში არ მოიკოჭლო, არასოდეს იმედი არ დაკარგო უფლისა. არც მან დაკარგა და მივიდა უფალი და უთხრა, ნუ გეშინია გიორგიო და აღადგინა. გაანკურნა მისი წყლულებები. აი ესე მოვა უფალი და ეტყვი საქართველოს თითოეულ თქვენთაგან. თუ იქნება წმინდა გიორგივით მისი ერთგული, ნუ გეშინია საქართველო, ნუ გეშინია ადამიანო. მე შენთანა ვარ. მე თუ ჯვარს ეცვი, შენც ჯვარს ეცვი. მე თუ აღდგები, შენც აღდგები, მე თუ დიდებაში ვარ მამის წიაღ, შენც იქნები დიდებაში. აი ეს ჭირდება ადამიანს, ღმერთთან ყოფობა, ღმერთი ცხოვრება, თორე ეს ბორბალი სანამ კაცობრიობა არის, სული ტრიალებს ადამიანის თავზე. ყველა ადამიანს თავისი ბორბალი ექნება მთელი ცხოვრება. ხან ოჯახის წევრები კი შეიძლება დაუპირისპირდნენ შენ რწმენას, ახლობლები, მთელი სამყარო უპირისპირდება ქრისტიანებს. მთელი სამყარო, იმიტომ რომ გამორჩეულია ქრისტიანი. სხვანაირად ცხოვრობს. მეღორი აღარ არის და ღორივი ტალახში აღარ უნდა ყოფნა, ცდილობს რომ ადგეს, განიწმინდოს, იწიერი და წარმავალი ცხოვრება დაადგეს და ადამიანს დაემგვანოს. ორსა და ძაღს ადრის უფალი ადამიანს, რომელიც აი ჩაიძირება და ეუბნება ადექი ადამიანო, აი სახე წმინდა გიორგი. მასავით იცხოვრე და ცხონდები და გადარჩები. ყველას თავისი ჯვარი აქვს, ყველას თავისი სამჭველი აქვს, ყველას თავისი ბორბალი აქვს, მაგრამ ღვთის სიყვარული, ღვთის წმენა, ღვთის იმედი თუ არ დაზოგავს თავს და თავგანწირულად გეყვარება ქრისტე, ის იქნება შენთან. და მრავალმა ადამიანმა თავის თავზე გამოსცადა უფლის სიყვარული, მრავალმა გამოსცადა წმინდა გიორგის ძალა. ჩვენმა ერმა იმდენჯერ გამოსცადა წმინდა გიორგის შეწენა, რომ აღურაცხელია ფაქტები. და არა თუ მარტო ჩვენმა ერმა, სხვა ერებმაც. აი სულ ცოტა ხნის წინ მონტენეგროში გახლდით და აი სიტყვა არ ვიცი მათაც აქვს. წმინდა გიორგის ტაძარში შევით, მობრუნდა ერთი მონაზონი გითხრა, პატრონიო. ესე იგი, ისინიც ამბობენ, რომ ის არის ჩვენი პატრონიო. ესე იგი, ჩვენი ერის პატრონიაო ეს თქვა და ვიფიქრე, ესე იგი, ამათაც როგორ ყარებიათ. ყველას უყვარს წმინდა გიორგი. ერთი ამბავი მახსენდება, დედა შვილი გარდაეცვლება, ბიზანტიის იმპერიაში ხდება
და უნუგეშო ცივ ზამთარში, ქარში და წვიმაში, ყინვაში წავა მის ალოცავთან დაიჩოქებს და ეუბნება შენ ხო ღმერთი და ადამიანი გიყვარსო. გამიმწარდა სული შემეწია შვილი გარდამეცოლაო. და გულის შემძვრელად ლოცულობდა და სტიროდა და ტაძრიდან გაისმა ხმასაკვირველი. წადი სახლში შენი შვილი ცოცხალეაო. დრო დაბრუნდა იხილა და უთხრა რომ მოვიდაო თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი და მითხრა წადიო დაბრუნდი მიწაზე დედა შენი სტირისო. აი ეს ძალა გამოგვაცდევინოს მკვდარი სული, მკვდარი ცხოვრება ჩვენი გაცოცხლებულიყოს. წმინდა გიორგი შეწევნი. აღარ იყოს მკვდარი რწმენა, უნაყოფო სული უდაბნოს რო გავს. აი ეს აღედგინოს წმინდა გიორგის. აი სულ აქეთა ეს ძველი ბიზანტიის ისტორია მოგიყევი და უახლესი ისტორია. სიმსივნე ჰქონდა ბავშვს და დედა წმინდა გიორგის ხატი ჰქონდა ჩახუტებული და მარტო მასზე ჰქონდა იმედი შევედრებოდა რომ ღმერთს ევედრეო განიკურნოსო და იქაც გამოეცხადა და იქაც შეეწია და გაანკონა. აი ეს სოდვის სიმსივნე უფრო საშიშია. სიმსივნე ხორცს კლავს და ადამიანს წუთი სოფელს აკარგვინებს, მაგრამ სულიერი სიმსივნე მარადიურ სიცოცხლეს აკარგვინებს ადამიანს და შეგვეძიოს წმინდა გიორგი ძლევა მოსილი რომ გავიმარჯოთ სოდვაზე, გავიმარჯოთ საკუთარ თავზე, გავიმარჯოთ ეშმაკზე, გავიმარჯოთ წუთი სოფელზე და ვადიდებდეთ ერთა პირითა და ერთა გულითა მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწლა მარადის და უკუნთიკვინსამდე. შეგეძიო წმინდა გიორგი თქვენა და საქართველოს საქრისტიანოს თელ სამყაროს შეეწიოს და მისი დიდების წილ უფალმა დიდება მოგაგოთ მისი წმინდა ლოცვებით. ჩვენი პატრიარქი, ჩვენი სინოდი, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ერი და ბერი თითოეული თქვენთაგანი დაიფაროს წმინდა გიორგიმ და სახეს გვაძლევს ქრისტეს სიყვარულისა და მიუბაძოთ მას და ის ბორბალი რომ მან დაამსხვრია და გატეხა ჩვენს დაგვემსხვრიოს ეს ბორბალი რომელიც ჩვენს თავზეა და გაგვემარჯვებინოს. ამინ. მერთმა დაგლოცოთ, წყალობია გაგატანოთ, გაგახაროთ მრავალ გიორგობას და ესროს საქართველო. ყველა ქართველი და ყველა დაბადებული, ყველა ქრისტიანი. შეგახსენებთ რომ საქრისტიანო განადიდებს უდიდეს წმინდას იოანე მოწყალეს, ალექსანდრიელ პატრიარქს. ჩვენი მშიერთა სატრაპეზო, სადაც ჩივრებს ვაწმევთ, მას შევავედრეთ, მას თხოვეთ შეწევნა და დახმარება და ისევე ფილარეთ მოწყალეს და აი დღემდე მათი ლოცვით აი რამდენი 10 წელს გადასწრდა. დღემდე არის ეს სატრაპეზო ამ ღარიბ რაიონში, ღარიბ კუთხეში, ქალაქის ბოლოა რამის. ხალხი არ არის ძლიერი შეჭირებულია, მაგრამ მაინც არის ეს არსებობს ეს სატრაპეზო თვის დახმარებით, იონე მოწყალეს დახმარებით, თქვენი შემწეობით. რატომ უფალი ღარიბი არ არის? თუ გასცემ 100 მაგად აგიბრუნებს და ამის სახე იყო იოანე მოწყალე. და დღემდე ის აგზელებს თავის მოწყალებს და ჩვენ თავზე გამოვცადეთ ეს და ამ სატრაპეზოზე. და განადიდებს ღმერთი მას დღემდე და სათასასუფეველში წინავს და უხრწნელია, მე მის სხეული მინახავს ვენეციაშია, უხრწნელად წევს. ხოლო ოთხშაბათს იოანე ოქროპირს განადიდებს ეკლესია ჩვენი, სოფლიო მამა. დღემდე მისი სწავლებით საზრდოობს ეკლესია ჩვენი. დღეს მისი წირვა აღვასრულებთ. იოანე ოქროპილი იყო თვალ მიუწვდომელი სიწმინდე და სიდიადე და დღემდე ასე არის და ოთხშაბათს იქნება წირვა მის ადიდებლად. შაბათს ეკლესია ჩვენი მათე მოციქულს განადიდებს, რომელსაც პირველი სახარება დაწერა და მრევლის თხოვნით, აი ამ დროს თან იქნება მისი დიდება და თან მიცვალებულებს მოვიხსენებთ იმ სახელებს, რომელიცაც თქვენ დატოვებთ. მათ სულებს შეეწიოს მახარებელი მათე და გაახარონ ისინი საღვთო უწყებით, რომ უფალმა შეიწყალა და აცხონებს მათ. ამინ. ინებოს უფალმა. მერთმა დაგლოცოთ, წყალობა გაგატანოთ, გაგახაროთ, საქართველომ გაიხაროს დაღონებულმა, დაწყლულებულმა. წუთიერად ამ წუთის სოფელში შეიძლება რომელიმე ერმა, რომელიმე ადამიანმა
ვითომ გაიმარჯოს, დიოკლეტიანემ გაიმარჯვა? ვერ გაიმარჯვა. ვისაც სისხლიანი ხელი აქვს, ვინ ჩვენ ერთს მახვირს და ტყვიას მოუღერებს, უფალი მიხედავს მას. წმინდა გიორგი არ დაუშვებს თავისი ერის, ეს წმინდა გიორგის ერია, თავისი ერის დაჩაგვრას. მან გაგვა მარჯვებინოს და მტერი დაგვამარცხებინოს, სულიერ და ხორციელი ამინ. Tam kurnalu da me peta uzleveloti navrdo. Zličemo silodi da mocame ogi orogi. Evetre Kriste sameraca. Šecane batsuda čeneta. Daglaharta Khaliza Provehu Slevulta Kurnalo da me peda uzleveloti navrdo. Zličemo silodi da mocame ogi oragi. Evadre Kriste sameraca. Შეცვალე მაცუდა ჯეთათვის ზეჯამძულისა და სრაფშემცისა ჩვენისა სარწმუნოებით შენ და მოგდოლვილნი ყოველდღე გევედრებით ვათვით შემოსილო ქრისტე Zasturica gambetasa, makebeličeni, gambatavi zope, na hovlisa gazzelisa na hovlisa gambritseneče, rakama hodebede. Iharodem mocametam tavarodido Iorgi Mori mushakem tisamie Daga musti mushakat patias da tisamurebisa Iorgi Dasatvoebatam čeleuli šeugrimeta Satvisa Rametu zremlis deseda siharulit moilakem Zisli dastrieda movatzebita Kriste šelitzine Dac meochebita šerita ixni sifilisa gamsu Dačeta Gadidem čevrelom da tačota dačvenelot smidadidem ocame agioregi Davadidem patiosa sacameba sašenesa Roma Christus tisatvis dasi Gadidem čevrelom da tačota dačvenelot smidadidem ocame agioregi Davadidem patiosa sacameba sašenesa Roma Christus tisatvis